ბოლო დროს ხშირად არის მედიაში და ეს არც არის გასაკვირი. მას უწევს ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთება. ერთი მხრივ მან უნდა შექმნას ის გარემო, სადაც ახალგაზრდებისთვის, პროფესორებისთვის, ლექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ შექმნან ახალი ცოდნა, ეს ცოდნა გაავრცელონ. მეორე მხრივ ეს არის ცხადია მისი საქმეც, ხო? ეს ადამიანი თავად არის მეცნიერი, არის ლინგვისტი. არის იკვლევს ლინგვისტურ იდეების ისტორიას, არის ციფრული ჰუმანიტარიის სპეციალისტი, მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა რაღაცა გაკეთებული, მაგალითად ჩვენ ერთად მუშაობდით პირველი ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნაზე და ის არის ერთ-ერთი თანაავტორი პირველი ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო გეგმისაც. დღეს მას უწევს იყო ძალიან აქტიური, იმიტომ რომ არის დიდი შეტევა აკადემიაზე და ის არის ერთ-ერთი პირველი ურჯი, რომელიც პირველი ასე ვთქვათ კედელი, რომელიც იცავს ამ აკადემიას შემოტევებისგან. მინდა მივესალმოთ ნინო დობორჟგინიძეს. მოგესალმებით და მეც პირველ რიგში მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ხა რომ მოვდიოდი, ფიქრობდი, რომ ნებისმიერი ადამიანი რო გააჩერო ქუჩაში და კითხო დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ, ხო? ყველა ერთ მნიშვნელოვნად დაგეთანხმებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი უპირველესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. ანუ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც თითქმის გამონაკლისის გარეშე თანხმდებით წარსულს. იქნება ეს მეხსიერების ადგილები და თარიღები, რომელზეც ჩვენ უპრეცედენტოდ ერთიანად ვთანხმდებით. უიშვიათესია შემთხვევები, როცა ჩვენ ვახერხებთ და აწმყოში ვთანხმდებით. ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა და მით უმეტეს მომავალში შეთანხმება ძალიან დიდი ფუფუნებაა. ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა როგორც მკვლევრისთვის, როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელისთვის, ისეთ ფორუმებში, სამოქალაქო ფორუმები იქნება ეს თუ საუნივერსიტეტო სადისკუსიო სივრცეები მონაწილეობა, სადაც საზოგადოება ცდილობს, რომ აი ეს შეთანხმების წერტილები იპოვოს. იცით, ეს არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში, რომ თითქოს აი ამ მეხსიერების ადგილების ან თარიღების მიმართ რაიმე პრეტენზიები აქვს. არა, პირიქით. მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ აი იმას, რასაც დღევანდელი თარიღი ასახავს, ამისი ფუნქციური შინაარსი გვერდზე გვრჩება ხოლმე და რაღაცნაირად ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა, თუნდაც დღევანდელი დღის როგორც მნიშვნელოვანი თარიღის მიმართ, რაღაცნაირად გადაყვება მხოლოდ ამ თარიღის აღნიშვნის ვალდებულებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ შეთანხმება აწმყოში. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის პირველი ქართული უნივერსიტეტი არის სწორედ ის უნიკალური, მისი შექმნის ისტორია, მისი შექმნისთვის ბრძოლა არის სწორედ ის უნიკალური მომენტი ჩვენს ისტორიაში, როცა ჩვენ მოვახერხეთ თანხმობა აწმყოში. და ეს თანხმობა განსხეულდა პირველ რესპუბლიკაში. მიუხედავად განსხვავებული მიდგომისა, თუნდაც ამ პირველი რესპუბლიკის ფასეულობების, ღირებულებების, პოლიტიკური გემოვნების მიმართ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დამოუკიდებლობის ისეთი მაღალი ხარისხი, როგორიც ჩვენ პირველ რესპუბლიკაში ჰქონდა, აი იმ არასრულ დღენაკლულ 3 წელიწადში მართლა არ გვახსოვს ისტორიაში. და ეს მთლიანად მოიტანა პირველი უნივერსიტეტისთვის მზადება. პლატფორმა ამისთვის გახდათ სწორედ საყოველთაო იდეა, რომელსაც ქვია განათლების იდეა, რომელიც 19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსკენ ოფიციალურ, არა მაშინდელ, არაოფიციალურ ორგანიზაციად გაერთიანდა და ეს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამოცდილება. თულად მახსენდება მეორე შემთხვევა, როცა ჩვენ მოვახერხეთ ისტორიაში აი ამ საყოველთაო ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანება და აი ამ წერა-კითხვის გამოცდილებამ საზოგადოებამ ეს
მოახერხა, იმიტომ კი არა ვთქვათ, რომ დავით სარაჯიშვილები და აკაკი ხოშტარიები ედგა მოძრაობას გვერდით და ძალიან ძლიერი იყო ამის წყალობით, მათ შორის არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მოახერხა იმით, რომ წარმოიდგინეთ, ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდა ჩემი საყვარელი პერსონაჟები, აი ამ ქართულთა შორის წერა-კითხვის გამორჩევის საზოგადოება, რომელსაც ზოგჯერ სახელიც არ აქვს. მაგალითად ივერიაში ერთი უშვილო დედაკაცი საგარეჯოდან, რომელიც ითხოვს, რომ ჩემი პენსიიდან 5 შაური საგარეჯოდან ევროპაში სასწავლებლად გაგზავნილი ახალგაზრდებისთვის. ერთი გლეხი, რომელმაც კასპიდან რომელიღაც სოფლიდან ჩამოიტანა თბილისში ერთი ურამი კომბოსტო. ერთი კაპანაძის ქალი ზესტაფონიდან, რომელმაც ერთი წველა ყველი თავისი 7 დღის წველადან წერა-კითხვის გამავრცელებას საზოგადოება შესწირა. აი ეს იყო ნამდვილი იდეის ირგვლივ გაერთიანება. აქედან წარმოიშვა პირველი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება და სხვათა შორის ეს მოძრაობა რო იყო შეუჩერებელი უკვე თანხმობის მოძრაობა, ამიტომაც მოხდა ის საზარელი წიწამური, იმიტომ რომ ის გაჩერება არ შეიძლებოდა. და წარმოიდგინეთ, რომ ზუსტად იმავე საზოგადოებამ ახალი ლიდერი იპოვა თითქმის პირდაპირ გამგრძელებელი ილია ჭავჭავაძის, კოტი აფხაზი, რომელიც შემდეგში გახდა უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელი. თქვენ რო გადაავლოთ თვალი აი ამ უნივერსიტეტის პირველ დღეებს, მაგალითად ჟურნალ პრომეთეში, წარმოიდგინეთ, იქ არის ყველაფერი თან საქმე. იმიტომ რომ პრომეთეში იბეჭდება აკაკი შანიძის პირველი ქართული ჰიმნად წოდებული, აი ეს 3000 წელზე მეტი გვიცხოვრია როგორცერსა და ზუსტად ამავე ნომერში იბეჭდება აკაკი შანიძის წერილი მცა ნაწილაკისათვის ქართულში. ხო, ეს იყო მთლიანი და ერთიანი პროცესი და ემსახურებოდა სწორედ აწმყოში თანხმობის მიღწევას. თანხმობა უნივერსიტეტის დამფუძნებელმა საზოგადოებამ იპოვა სწორედ იმით, რომ შეთანხმდა და რაც თავარია გაიმარჯვა იმაზე, როგორი საზოგადოება გვინდა მომავალში. ეს არ იყო მარტივი ბრძოლა, ეს იყო ყველაზე რთული ბრძოლა მაშინ, პირველი რესპუბლიკის წინ. იცით, რომ ქართული ინტელექტუალური ელიტა, ბაშორის თავადაზნაურობა, აკაკი შანიძე, ივანე ჯავახიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ისინი პრინციპულად მოითხოვდნენ, მხოლოდ ერთ იდეას განიხილავდნენ, რომ ეს უნდა იყოს ცოდნის მეცნიერების საზოგადოება და არავითარ შემთხვევაში ის, რასაც გვთავაზობს ხატისობი. რომ ხატისობი და ფუნქციური ელიტა მაშინ უფრო იხრებოდა პოლიტექნიკუმის გახსნისკენ და მართლაც აი წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს იდეის ერთგულება ბოლომდე. რომ 1917 წელს უკვე გაიხსნა რუსული პოლიტექნიკუმი საქართველოში. და ეს რუსული პოლიტექნიკუმი რომ გაიხსნა, აკაკი შანიძემ ორჯერ თითქმის ერთმანეთის მიყოლებით ერთ დღეს თბილისში და მეორე დღეს ქუთაისში წაიკითხა დაახლოებით ერთი და იგივე მოხსენება, რომელსაც უნდა იმედი მიეცა ქართული საზოგადოებისთვის, რომ კი ჩვენ ამ ერთობას ვიპოვით. და ის წერდა, რომ თანხმობა პოლიტექნიკუმის შესახებ მართალია მიიღეს და მიიღეს მართულით და ამიტომ არის უფრო სწრაფი და ჩვენი თანხმობა უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ის პოსტი ჩამოდის და აუცილებლად ჩამოვა. წარმოიდგინეთ, რომ ხატისობს 18 კაცმა დაუჭირა მხარი, ალათის თავი იყო, ეს 14 იყო წინააღმდეგი და აი მაშინ სხვათა შორის აბაშვილები, ყველა მთელი თავადაზნაურობა საშინელი წინააღმდეგობით შეხვდა ამ იდეას და თუკი რამ ჩვენ ისეთი პოზიტიური რამაც შეიძლება დიდი ძალა მოქცეს ის ჩვენ დღეს არის სწორედ ის, რომ პირველ რესპუბლიკაში აი ამ ნაზარდმა პირველმა ქართულმა უნივერსიტეტის იდეა მოახერხა, რომ სრულად ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური, საგანმანათლებლო, იდეოლოგიური, კულტურული მიმართულების ადამიანებს აპოვნინა თანხმობის იდეა. ეს იდეა ნამდვილად დაიწყო განათლების იდეით, როგორც გითხარით, და აი ჩემთვის ემოციურად მართლა ძალიან რთულია
და ყოველთვის როცა გამხნევება მჭირდება, ვკითხულობ რეზო გაბაშვილის წიგნს, რომელშიც ის აღწერს როგორ მოხდა დამფუძნებელ კრებაზე როგორ გამხადდა კოტი აფხაზი 1917 წელს და მას გადასცა ილია ჭავჭავაძის მთელი ქონება, ეს იყო 8 მილიარდი ფრანკი იმდროინდელი, რასაც დაეყრდნო ჩვენი დამოუკიდებლობა ფინანსურად, ეკონომიურად და რასაც დაემყდნო მართლა აი მთავარი საგანმანათლებლო იდეის, ევროპის იდეის თვალსაზრისით ეს ვიცით და სულ ვფიქრობ, რომ თუ კი მართლა იდეის ერთგულება ბოლომდე ნიშნავს იმას, რომ 11 წლის წინათ მოკლულმა ადამიანმა დაარსა პირველი ქართული უნივერსიტეტით და პირველი ქართული სახელმწიფოებრიობად. მე ნამდვილად არა ვარ იმის სპეციალისტი, როგორ უნდა მიიღწეს ეს რეალობაში, მე მხოლოდ იმის სპეციალისტი ვარ, როგორ შეიძლება ეს იკლიო წყაროებზე დაყრდნობით, თორე მაშინ არ ვიქნებოდი ლინგვისტი და ფილოლოგი, ვიქნებოდი პოლიტიკოსი და რაღაც საზოგადოებრივი მოღვაწე, ეს მე ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ ჩემთვის ეს მართლაც ფანტასტიკური მაგალითები ჩვენი ისტორიიდან არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და მინდა რომ თითოეული თქვენგანისთვის, ყველა ქართველისთვის ასე იყოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.